ცნობილი, რომ თურმე რუსეთი და ამერიკა აწარმოებენ რაღაც კულუარულ გასაიდუმლოებულ მოლაპარაკებებს სამშვიდობო 28 პუნქტიანი გეგმის შემუშავების თაობას და ეს ჟონავდა ინფორმაცია რომ თლად კარგი უკრაინისთვის ეს პუნქტები არ არის თან უკრაინაიდან ჟონავდა შეშფოთება რომ მათ რაღაც საქმის კურსში არ აყენებდნენ და მათი ჩართულობის გარეშე ხდებოდა ამ პუნქტების შემუშავება და ეხლა უკვე წარმოდგენა მოხდა ამ 28 პუნქტის რომლებმაც ძალიან დიდი შეშფოთება გამოიწვიეს უკრაინულ და პროუკრაინულ ნაწილში და რეალურად არის მძიმე პუნქტები უკრაინისთვის გავარჩიოთ ეს პუნქტები და გავარჩიოთ მე მოდი როგორ გავყვეთ იცი ყველა პუნქტს რო წავიკითხავთ და მოკლედ დავხსნათ ეს რას ნიშნავს ეს პუნქტი რამდენი რეალური პუნქტი ან არ არის რეალური პუნქტი აგერ ეკრანზე გამოვიტანოთ არ არის აუცილებელი ყველა პირველი პუნქტი არის ყველა მხარემ უნდა აღიაროს უკრაინა სუვერენული რომ უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა ნუ ეს არის პუნქტი რომელიც არაფერს არ ნიშნავს სინამდვილეში ანუ ეხლაც რუსეთს რო კითხო რომ უკრაინა არის თუ არა სუვერენული სახელმწიფო კი და 2022 წლამდეც აღიარებდა და ამის ეს არის პუნქტი რომელიც არაფერს არ ცვლის. ყველა აღიარებს ისედაც. ხო, იტყვის ვაღიარებო და მე თუ რაღაც ამის გადახედვა უნდა გადახედოს. მეორე პუნქტი უნდა გაფორმდეს თავდაუსხლელობის სამხრეთი პაქტი უკრაინას, რუსეთსა და ევროპას შორის და ბოლო 30 წლის განმავლობაში მომხდარი ყველა კონფლიქტი აღმოფხრილად გამოცხადდეს. ეს არის სინამდვილეში უზარმაზარი პრობლემა უკრაინისთვის, ესეთი პუნქტი, იმიტომ ყველა კონფლიქტი რომელიც აქამდე მოხდა სრულდებოდა უკრაინის დამატებით ტერიტორიების დაკარგვისთვის ეს უნდა გამოცხადდეს რაღაც აღმოფხრილად ოღონდ მეორეს მხრივ თავდაუსხლელობის პაქტი არც ლის არაფერს აი მოგიწერე პაქტზე ხელი ისედაც იგულისხმება რომ სხვა ქვეყანას არ უნდა დაესხა თავს ხო მილიონი დადებულა ეგეთ და რა მე ხო ისედაც რატომ ესხმი თავს ეგრეთ გება საკითხი აბა თავდასხმის პაქტი ხო არა პაქტის გარეშეც არ უნდა დაესხა რეალურად რომ უკრაინისთვის პრობლემა რეალურად რომ თარგმნოთ ეს პუნქტი გულისხმობს შემდეგს რომ რუსეთმა რა ტერიტორიებიც წაიღო უკრაინისგან რუსეთმა რა ზიანიც მიაყენა უკრაინას ეგ აღმოფხრილად გამოცხადდეს ანუ უკრაინას არ ექნება ამ ფაქტთან დაკავშირებით ამ აგრესიასთან დაკავშირებით არ უნდა კონდეს პრეტენზია ანუ არ უნდა წამოაყენოს ეგ პრეტენზია ამ შეთანხმების მოწერის შემდგომ მესამე პუნქტი რუსეთი აღარც ერთ მეზობელ ქვეყანას თავს არ დაესხმება ნატო კი რუსეთისკენ მეტად აღარ გაფართოვდება ეს არის პუნქტი რომელშიც ის ნაწილი რომ რუსეთი არც ერთ მეზობელ ქვეყანას არ დაესხმება თენდიში არაფერს არ ნიშნავს რუსეთი ეხლაც მაგას ამბობს რომ არავის არ ვესწრებს მოგიწერს ხელს როცა გინდა აი ორჯერ ორმაგ ხელმოწერს სამჯერ მოგიწერს თუნდა ისედაც იგულისხმება რომ ხომ მოგეთხოვება რომ მეზობელ ქვეყანას არ დაესხმა მაგრამ ნატო რუსეთისკენ მეტად აღარ გაფართოვდება პუნქტზე როცა აწერს ვიღაც ხელს ეგ ნიშნავს რომ ნატოს გაფართოვება ჩვენი მიმართულებით უკრაინის მიმართულებით ოფიციალურად სრულდება თუ ამ ტიპის ხელმოწერა ხდება რასაც ითხოვდა სხვათა შორის რუსეთი სანამ შეიჭრებოდა უკრაინაში თავარი მისი ერთ-ერთი პოლიტიკური პრეტენზია იყო რომ ნატოს უნდა ოფიციალურად გამოეცხადებინა რომ ის აღარ გაფართოვდება რუსეთის მიმართულებით რუსეთსა და ნატოს შორის მოეწყობა მოლაპარაკება რომელშიც შუამავლის როლს ამერიკის შეერთებული შტატები ითამაშებს დიალოგის მიზანი უსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტა და დეესკალაციის ახალი პირობების ჩამოყალიბება იქნება ამასთან განხილვის საგანი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაც იქნება ანუ რუსეთის მოთხოვნა იყო რომ ნატოს შინაარსი და კონფიგურაცია რეგიონში იყოს ისეთი რომ მისი უსაფრთხოების ინტერესები იყოს გათვალისწინებული და ამ პუნქტით იგულისხმება რომ დავილაპარაკეთ იმ პირობებზე რომ ნატოს საქმიანობა რეგიონში აღარ იყოს ისეთი რომ რუსეთის ინტერესების გაუთვალისწინებლობას გულისხმობს ნატოს საქმიანობა. მეხუთე. უკრაინა მიიღებს უსაფრთხოების სანდო გარანტიებს. აი ეს არის მნიშვნელოვანი პუნქტი. იქიდან გამომდინარე, რომ ამის შინაარსი სინამდვილეში საერთოდ არ არის ჩამოყალიბებული და არც არის ჩამოყალიბებადი.
ანუ რას ნიშნავს უკრაინა მიიღებს უსაფრთხოების სანდო გარანტიებს? სანდო გარანტიები არის შეიარაღება, ანუ ნატოს გაფართოება. სანდო გარანტია არის ან პირდაპირ ომობს ვიღაცა უკრაინისთვის, რაც გამოირიცხა წინა პუნქტიდან, იმის თქმა, რომ ნატო აღარ ფართოვდება მაგ მიმართულებით, ეგ არის შინაარსობრივად მაგის თქმა, რომ დასავლეთი არიომებისთვის სანდო გარანტიებს არ აძლევს. მაგის თქმა. ხო, ამის გარდა არ არსებობს არანაირი ფორმატი რაიმე გარანტიის. ერთადერთი ეს არ არის გარანტია, მაგრამ ეს არის უსაფრთხოების ხარისხის გაზრდა. ერთადერთი ფორმატი უსაფრთხოების ხარისხის გაზრდისა არის ძლიერი ჯარის აშენებაში დახმარება დასავლეთისგან. ხო? ანუ დასავლეთი აწვის იარაღს და უძლიერებს ჯარს. ეს არის თუ თვითონ არ ომობს, რაც წინა პუნქტებით გამოირიცხა, მაშინ უძლიერებს ჯარს. კი, აი ეგ შეიძლება ერთადერთი ინტერპრეტაცია გაკეთდეს, ხო, ანუ მაგრამ შემდეგი პუნქტი მოგესალმებით. ეგ მნიშვნელოვანი, ანუ მაყურებელს რო გავაგებინოთ, რომ სანდო გარანტია ან პირდაპირ იურიდიული გარანტია უნდა არსებობდეს, აი საერთაშორისო შეთანხმება არსებობდეს, რაღაც თავდაცვის პაქტი, ხო? კი, ხო, ოღონდ უნდა იგულისხმებოდეს ვიომებ. ხო, ეგ იგულისხმება, რომ ან ორხრივი რაღაცა დადებულია, რომ მაგალითად კორეას რო აქვს და ამერიკას რო აქვს, იაპონიას რო აქვს და ამერიკას აქვს გაფორმებული, რომ თუ რომელიღაც ქვეყანა თავს დაესხმევა იაპონიას ან კორეას, იურიდიულად ამ საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე ამერიკა ვალდებულია დაიცვას ეს ქვეყნები. მაშინ ნატოში შეიყვანდა. ხო, არა. ხო, კი ბატონო, ან ნატოში უნდა იყოს შეყვანილი, ან ეგეთი ის უნდა იყოს. როგორ ჩანს, ეგეთი არ არის, თორე მაგას პირდაპირ დაწერდნენ, ხო მასეა. ან უნდა მოხდეს, მაშინ დე-ფაქტო სანდო გარანტია. დე-ფაქტო სანდო გარანტია იმდენ იარაღს მივაწვდით უკრაინას, რომ ის თავს დაიცავს. ხო, მაგრამ აი შემდეგი მე-6 პუნქტი არის ერთ-ერთი საკვანძო. და ის ასეთი შინაარსი არის. უკრაინული არმიის რაოდენობა განახევრდება და 600,000-მდე შემცირდება. ანუ მანამდე ხო გამოირიცხა, რომ რაღაცა გარანტია, რომელიც იმ შინაარსის არის, რომ უცხოეთი იომებს დასავლეთი უკრაინის დასაცავად. და ამის გარდა ხო ის შეიძლება რჩებოდეს, რომ ჯარს გაუძლიერებენ და შეიარაღებენ და გააძლიერებენ. და ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ უკრაინის სამხედრო ძალების რაოდენობა 600,000-მდე უნდა დავიდეს. რაც ნიშნავს, რომ ეგ დე-ფაქტო გარანტიაც მცირდება, თან ეხლანდელ ხარისხზე და კი არ ტოვებენ, ანუ ეხლანდელი შესაძლებლობებზე კი არ ტოვებენ. ჯარი უნდა დაასუსტოს უკრაინამ. რუსეთის მოთხოვნა, რომ დაასუსტე ჯარი იმისთვის, რომ აქეთ არაფერი აღარ შეგეძლოს და ჩემი შემოტევის შემთხვევაში შანსები დრამატულად მეტი იყოს. ამ პუნქტის უზრუნველყოფა, აქ მე განახევრება თვითონ ეს სიტყვა რამდენად რეალურად 600,000 განახევრებას ნიშნავს, არა ვარ დარწმუნებული, იმიტომ რომ მე არა ვარ დარწმუნებული, რომ უკრაინის 1,200,000 იყოს, მაგრამ მილიონის ფარგლი 1,900,000 და მილიონამდე როგორც ამბობენ ყავთ. 600,000 არ არის პატარა რაოდენობა. 600,000 არ არის პატარა რაოდენობა, მაგრამ ეხლა საუბრობენ, რომ უკრაინის ჯარები არის დაახლოებით ანალიტიკოსები ამბობენ, რომ 900,000 ზემოთ არის თავის რეზერვიან რა. არსებულზე ბევრად უფრო და ეხლა უჭირს უკრაინას არც ის არის, რომ საერთოდ ჯარი არ ეყავს ან განახევრებული. მაგრამ პუნქტია, რომ დაისუსტოს თავი. კი, თავს არსებულ სტატუს კვოზე უფრო ისუსტებს. აქ ეგრე წერია. მე-7 უკრაინა კონსტიტუციაში ჩაწერს, რომ ის აღარასოდეს შეუერთება ნატოს, თავად ნატო კი გააუქმებს იმ ქარტიას, რომელიც თანხმობდეს უკრაინა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი მომავალში გახდება. ან ნატოში გაწევრიანება უნდა გამოირიცხოს, აი დოკუმენტურად უნდა დაიდოს ორხრივობის უარი. როგორც ნატომ, ასევე უკრაინამ. და ეგ ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ არც სხვა რაიმე გარანტია არ არის იმ ტიპის, რომელიც გულისხმობს ნატოს მე-5 პუნქტის მსგავს რაიმე დაცვას, რომ აი მე ვიომებ, რაღაც სხვა ქვეყნები იომებენ უკრაინისთვის, იმიტომ რომ ნატოს ფაქტორი მიუღებელია რუსეთისთვის, მაგ მე-5 პუნქტის გამო, რომ ვიღაცა იომებს უკრაინისთვის და ის ინტეგრირებულია სამხედრო თავდაცვის ქოლგაში, თორე მაგის გარდა ეხლა რაღაც
ეგ რო არ იყოს, რომ ვიღაცა იღებს თავის თავზე მაგ მისიას, რომ უკრაინას ფიზიკურად დაიცავს, მაგალითად ევროკავშირზე არა აქვს პრობლემა, აქ ჩაწერეს, რომ ევროკავშირში თუ კიდე მიიღეთ. მერვე პუნქტი. ნატო უკრაინაში ჯარისკაცების განლაგებაზე უარს იტყვის. ანუ უცხოური სამხედრო ძალები, ნატოს ძალებიც უკრაინაში არ განლაგდებიან. ეს ფორმატიც არ იქნება რაიმე უსაფრთხოების გარანტიების. მეცხრე, ევროპული ქვეყნების მოიერიშეები შეკავებისა და სწრაფი რეაგირების პოლიტიკის ფარგლებში განთავსდებიან პოლონეთში. ეს ისედაც მანდარიან განთავსებული. ამერიკული გარანტიები მოიწევს. ანუ ეგ საერთოდ არ არის თან აი ნებისმიერ მომენტში სამხრივად შეუძლია ნატოს პოლონეთის ტერიტორიაზე რა რაოდენობაც უნდა ის რაოდენობა ჯარი შეიყვანოს. ანუ ეს საერთოდ ძალიან უბრალოდ საინფორმაციო ხასიათს ატარებს ეს პუნქტი. ანუ ეს რუსეთის თანხმობაზე არ არის დამოკიდებული, ხო? რუსეთმა სულ რომ რაღაცა ღრმა აღშფოთება გამოავლინოს ამასთან დაკავშირებით, ეს ნატოს გადასაწყვეტია თავის ტერიტორიაზე რა რაოდენობის ჯარს ჩააყენებს. ამიტომ ეს პუნქტიც სინამდვილეში ძალიან სიმბოლურია, რომელიც რეალურად რას მოიცავს, ცოტა გაუგებარია. მეათე, ამერიკული გარანტიები მოიცავს. თუ რუსეთი უკრაინას კვლავ დაესხმება თავს საშიშროზე და მისი მოკავშირეები აღკვეთენ რუსეთის სამხედრო მოქმედებას, ამასთან ავტომატურად განახლდება ყველა სანქცია, ასევე რუსეთის მიერ მიერთებული ტერიტორიების აღიარებას შტატები უკან გაიწვევს. ანუ ფიზიკური აღკვეთა შეუძლებელია აქ იგულისხმებოდეს, ფიზიკური აღკვეთა რომ იგულისხმებოდეს, ეხლა აღკვეთენ პირდაპირ ომის შემთხვევაში. აქ ეკონომიკური სანქციები და დიპლომატიური მეთოდები. დიპლომატიური მეთოდები და რუსეთის მიერ მიერთებული ტერიტორიების აღიარების და შტატები უკან გაიწვევს. აქ ანუ ეს ყველაზე საინტერესო. ხდებით ეხლა მიერთებული ტერიტორიები განიხილება, რომ რაღაც ფორმატში შეთანხმება რომ შედგება, უნდა მოხდეს რაღაც ფორმატში რუსეთის უფლებების აღიარება ამ ტერიტორიებზე. ეგ ხო ხდებით, რამხელა პრობლემაა. ეს ყველაზე დიდი პრობლემაა. ურთიერთობებში ამ რეგიონში უკრაინისთვის კატასტროფაა ეგ. ეგ თუ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ყველაზე ცუდი პუნქტი ეს არის, თუ მოხდა იურიდიული აღიარება მაგ ტერიტორიების რუსეთის სანაცვლოდ. თუ უკრაინა დაესხმება თავს რუსეთს, უსაფრთხოების გარანტიები გაუქმდება. თუ უკრაინა მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე სარაკეტო იერიშის მიზეზის გარეშე განახორციელებს, უსაფრთხოების გარანტიები ანალოგიურად ანულირებულად გამოცხადდება. ამერიკის შეერთებული შტატები მიიღებს ანაზღაურებას იმ ხარჯებისთვის, რომლებსაც გარანტიების გაცემისთვის გაიღებს. ანუ კიდე გარანტიები სინამდვილეში არ გაიცემა, რეალური გარანტიები, ოღონდ ამერიკის შეერთებული შტატები იღებს რაღაც ანაზღაურებას. მე-11 უკრაინას ექნება ევროკავშირში შესვლის უფლება, ამასთან ევროპულ ბაზარზე წვდომას დროებით მოიპოვებს. ანუ უფლება გაქვს, თუ მიგიღებენ. მე-12 შეიქმნება უკრაინის აღდგენის გლობალური ინიციატივა, რომელიც მოიცავს უკრაინაში განვითარების ფონდს, რომლის მიზნობრიობაც ტექნოლოგიებში, ეგრეთ წოდებულ დატა ცენტრებში და ხელოვნური ინტელექტში ინვესტირება იქნება და არა მხოლოდ ამერიკასა და უკრაინის მიერ ენერგეტიკული სექტორის აღდგენისა და განვითარების საკითხებზე თანამშრომლობას. ომით დაზარალებული რეგიონების აღდგენას და მოდერნიზებას საერთაშორისო ძალისხმევით ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ბუნებრივი რესურსების მინერალების მოპოვება და დამუშავება განვითარებას, აღნიშნული მიზნებისთვის სოფლიო ბანკის მიერ შესაბამისი ფინანსური პაკეტების დამტკიცებას. ეს პუნქტი აღვადგენთ უკრაინას, უბრალოდ პრობლემა აქ იმაშია, რომ თვითონ შინაარსობრივად რა მასშტაბში, რა ხარისხის, რამდენ ეფექტური იქნება წარმოდგენილი დასავლური შემოთავაზება, ეგ ჯერ ცნობილი არ არის, ამიტომ რაღაცა ამ პუნქტის პრობლემა უკრაინისთვის იმაშია, რომ ბუნდოვანება კი არის რაღაც ზოგადი თეზისები, რომ აღიდგენ და გეხმარები განვითარება. ფათაშორის მაგ პუნქტში იყო კონკრეტული ციფრებიც. არა, ეგ შემდეგი პუნქტია. ხო და აი სავარაუდოდ მაგ ციფრებზეა საუბარი. მე-13 რუსეთი დაიბრუნებს პოზიციებს გლობალურ ეკონომიკაში, დიდი შვიდეული დაუბრუნდება ომამდელ მოცემულობას და რუსეთის ჩართვას
ჩართვის გარდაიქმნება დიდრუიანი და დიდრუიანში დააბრუნებენ სანქციების მოხსნის საკითხი კვლავ გახდება განხილვის საგანი და შეთანხმების შემთხვევაში ეტაპობრივად განხორციელდება, ანუ რუსეთს ეტაპობრივად მოუხსნით სანქციებს. ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთთან გრძელვადიან ეკონომიკურ თანამშრომლობას დაიწყებს, ანუ სანქციები მოიხსნება. მისი მიზანი ენერგეტიკის ბუნებრივი რესურსების და ასე შემდეგ განვითარება იქნება. მე-14 რუსეთის გაყინული აქტივები შემდეგნაირად განანაწილება 100 მილიარდი დოლარი უკრაინის აღდგენისა და იქ ინვესტირების განხორციელებისთვის გადამისამართება. უკრაინაში ჩადებული ინვესტიციებიდან მიღებული შემოსავლის ნახევარს ამერიკა მიიღებს. ანუ უკრაინას რო ინვესტირებას გაუკეთებენ აღდგენისთვის აიღებს ამერიკას ხო ისედაც უბრალოდ თავის მხრივ ევროკავშირი უკრაინის აღდგენისთვის 100 მილიარდ დოლარს გამოყოფს, ანუ ამერიკა ხო აღდგენისთვის ფულს მიიღებს აღდგენიდან რაღაცა უკრაინის აღდგენაში მიიღებს ევროკავშირს 100 მილიარდს ჩაადებინებენ. ევროპაში არსებულ გაყინულ რუსულ აქტივებს კი შეზღუდვები მოიხსნება, ანუ დანარჩენი ნაწილი რომელიც რუსებს გაუყინეს, ის დაუბრუნდებათ რუსეთს. მორჩენილი გაყინული რუსული აქტივები რუსულ-ამერიკული საინვესტიციო პროექტის განვითარებისთვის იქნება გამოყენებული, რომელიც რაღაც საერთო პროექტები რუსულ-ამერიკული ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე მიმართული იქნება შემუშავებული. ამ ინვესტირების მიზანი ურთიერთობის გაძლიერება იქნება, ისეთი საერთო ინტერესების ჩამოყალიბება, რომელიც შემაკავებელ ფუნქციას იქონიებს და კონფლიქტის განახლების რისკებს გააკრობს. ანუ ჭიდრო ეკონომიკურ კავშირებს ერთად გავაკეთებთო ფულს. ფულს რო გავაკეთებთ ერთად, ომი აღარ მოუნდება რუსეთს. მე-15 შეიქმნება რუსულ-ამერიკული უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანი შეთანხმებით გათვალისწინებული მუხლების აღსრულება და გაკონტროლება იქნება. მე-16 რუსეთი წარადგენს და დაამტკიცებს კანონს, რომელიც ევროპისა და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას დაუშვებლად ცნობს. ანუ რუსეთს ექნება კანონი, რომ უკრაინას თუ დაესხა თავ ცუდია. მე-17 ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი გააფართოვებენ ბირთვული იარაღის გამოუყენებლობისა და შეიარაღების კონტროლის შეთანხმებას. 18 უკრაინა დათანხმდება და შეინარჩუნებს ბირთვული იარაღის არ მქონე ქვეყნის სტატუსს. 19 ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის კონტროლი საერთაშორისო ატომური ენერგეტიკის აგენტოს გადაეცემა გამომშავებული ელექტროენერგიის ნახევარს უკრაინა დაიტოვებს. ნახევარი კი რუსეთს გადაეცემა. მე-20 ორივე ქვეყანა აიღებს პასუხისმგებლობას, რომ საზოგადოებაში, მათ შორის სკოლებში დაინერგება ახალი საგანმანათლებლო პროგრამებს, რომელთა მიზანიც განსხვავებული კულტურებისადმი ტოლერანტობის გაზრდა, რასიზმის დაძლევა და ერთ დროს დაპირისპირებული ქვეყნების ხალხებს შორის საერთო ენის გამონახვა იქნება. ამასთან უკრაინა დაამტკიცებს ევროკავშირის მიერ შემუშავებულ კანონმდებლობას, რომელიც სხვა რელიგიებისადმი ტოლერანტობას და ენობრივი უმცირესობების დაცვას გულისხმობს. როგორც უკრაინა, ისე რუსეთი შეთანხმდებიან, რომ გააუქმებენ ერთმანეთის წინააღმდეგ მიღებულ დისკრიმინაციულ ზომებს და უკრაინული და რუსული ედიის საქმიანობა კვლავ ნებადართული გახდება ორივე ქვეყანაში. ამასთან ყოველგვარი ნაცისტური და ნაცისტთან დაკავშირებული აქტივობები აღიკვეთება. რაც შეეხება ტოლერანტობას, ამერიკის შეერთებული შტატები ყირიმს, რაც შეეხება ტერიტორიებს, ხო იქ ზედაპუნქტში ეს მე-21-ზე გადავდივა. ზედაპუნქტში იგულისხმება რუსული ენის სტატუსი სახელმწიფო ენად დაბრუნდება რუსული ენის სტატუსი და რუსული ეკლესიის შევიწროება შეწყდება უკრაინის ტერიტორიაზე. სინამდვილეში ახლა აქ რაღაც ეს მე ვკითხულობ რაღაც ლიბერალური მედია საშუალების მიერ გაკეთებულ თარგმანს და აქ რაღაც მაგ დეტალებზე არ არის გამახვილებული ყურადღება. სინამდვილეში აქ იგულისხმება, რომ რუსული ეკლესიის დევნა მართლმადიდებლური მისი სტატუსის აღიარება უნდა მოხდეს და რუსული ენის სახელმწიფო სტატუსის აღიარება უნდა მოხდეს. რაღაც ევროპულ ტოლერანტულ კანონმდებლობას მიიღებს ენის და რელიგიის ნაწილში ეგ არ არის აქ თავარი. იგულისხმება, რომ რუსული ენა და რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის სტატუსის აღიარება. 21 რაც შეეხება ტერიტორიებს, ამერიკის შეერთებული შტატები ყირიმს, ასევე ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებს დე-ფაქტო რუსეთის ტერიტორიად აღიარებს. ხერსონსა და ზაპოროჟიეში საბრძოლო მოქმედებები შეჩერდება და ფრონტის ხაზი გაიყინება იქ, სადაც ეხლა არის გაჩერებული ფრონტის ხაზი. რუსეთი დაატოვებს ყველა იმ ტერიტორიას, რომელსაც აღნიშნული 5 რეგიონის მიღმა აკონტროლებს. აქ
სუმის ოლქი. სუმის ოლქში და ხარკოვის ოლქში ძალიან პატარა ტერიტორიები. იმის ოლქში კიდე დნეპროპეტროვსკი. ხო, ძალიან მცირე ტერიტორიები აქვს აღებული, დაკავებული ამ დანარჩენ. არა, ხარკოვში არა პატარა ტერიტორია. ხარკოვშიც თლა დიდი არ არის, მაგრამ ახლა ამ სუმთან და იმასთან შედარებით დიდია. შემდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალები დონეცკიდან გამოიხმობს ყველა ჯარისკაცს, ზონა, რომელსაც ისინი აკონტროლებდნენ, ნეიტრალურ დემილიტარიზებულ ტერიტორიებად გამოცხადება, აღნიშნულ ზონაში არც რუსული ჯარები შევლენ. ეს არის შემდეგი შინაარსის. მოდი აი ვაჩვენოთ. დონეცკის აი ეს ნაწილი, დონეცკის ოლქის აი მუქი ლურჯი ნაწილი რაც არის, აი ეს ნაწილი არის, რომელიც ჯერ ვერ დაიკავა რუსეთმა. ამ ტერიტორიიდან უკრაინამ უნდა გაიყვანოს სამხედრო ძალები. რუსებმა არ უნდა შეიყვანონ სამხედრო კონტინგენტი ამ ტერიტორიაზე, ოღონდ რუსების კონტროლირებადი უნდა გახდეს ეს ნაწილი. ანუ უკრაინამ რუსეთს უნდა დაუთმოს, უბრალოდ ჯარი არ უნდა განათავსოს. რუსი პოლიციელები ივლიან. ხო, ნუ პოლიცია ივლის და რუსების კონტროლის ქვეშ იქნება, უბრალოდ სამხედრო ნაწილები იქნება განთავსებული აი ამ საზღვრებთან, არა შიგნით ამ სიღრმეში. თუ საჭიროა, ახლა ეს მანძილი არის რაღაცა 20 კილომეტრი. მოგესმის, რომ 20 კილომეტრში დგას ჯარი, მაგრამ ეხლა რაც შეეხება ხარკოვი, დნეპროპეტროვსკი, აი დნეპროპეტროვსკი არის ეს სტაფილოსფრად მოხაზული ტერიტორია, ეს არის, აქედან მოუწევთ, თქვათ ამ შეთანხმების შემთხვევაში რუსებს გასვლა. აი ეს სტაფილოსფრად მოხაზული ტერიტორიები, ეს არის ხარკოვის ოლქში მათ ხელთარსებული ტერიტორიები, აქედან მოუწევთ გასვლა და აი ეს არის სუმის ოლქში არსებული ტერიტორიები. აი ამას დააბრუნებენ რუსები. ნუ მე დონეცკის ნახევარი უკრაინა არის დააბრუნებს აი ამ ტერიტორიას. ეს არის ახლა შეთანხმების ამ ვერსიაში. დაუბრუნდეთ პუნქტებს. როგორც კი ტერიტორიული შეთანხმება გაფორმდება, როგორც რუსეთი, ისე უკრაინა ძალის გამოყენებით საზღვრების შეცვლაზე უარს იტყვიან, თუ დაიღო ეს დათქმა, უსაფრთხოების გარანტიები გაუქმდება. 23. რუსეთი არ შეუზღუდავს უკრაინას მდინარე დნეპრის კომერციული მიზნებისთვის გამოყენებას, ამასთან გაფორმდება შავ ზღვაზე ხორბლის შეუზღუდავი ტრანსპორტირების შეთანხმება. 24. შეიქმნება ჰუმანიტარული კომიტეტი, რომელიც მოაგვარებს შემდეგ საკითხებს. ყველა ცოცხალი და გარდაცვლილი ადამიანის გადაცემას მხარეებს შორის პრინციპით ყველასზე გაიცვლება. ამოქმედდება ოჯახების ხელახალი გაერთიანების პროგრამა. გადაიდგმება ნაბიჯები, რათა კონფლიქტით დაზარალებული ოჯახებისთვის ტანჯვას შემსუბუქდეს. 25. უკრაინაში ვადამდელი არჩევნები 100 დღის ვადაში ჩატარდება. 26. კონფლიქტში ჩართული ორივე მხარე მიიღებს სრულ ამნისტიას ყველა იმ ქმედებისთვის, რაც ჩაიდნენ სამხედრო მოქმედებებისას. ისინი შეთანხმდებიან, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ სამართლებრივ დევნას არასდროს დაიწყებენ. 27. ეს შეთანხმება სამართლებრივად ვალდებულს გახდის ხელმომწერ ყველა მხარეს მის აღსრულებაზე იზრუნებს მშვიდობის საბჭო, რომლის ხელმძღვანელიც დონალდ ტრამპი იქნება. შეთანხმების დამღებ მხარეს დაუწესდება დამატებითი სანქციები. 22. კი მხარეები მოაწერენ ხელს შეთანხმებას, ცეცხლი ოფიციალურად შეწყდება. ჯარისკაცები დატოვებენ ფრონტის ხაზს და გადაინაცვლებენ შეთანხმებით გათვალისწინებულ პოზიციებს. ეს არის ყველა პუნქტი. ეხლა მოდი შევაფასოთ ამ შეთანხმების პირობები უკრაინისთვის, რუსეთისთვის, მე ზელენსკის განცხადებასაც ვაჩვენებ. ზელენსკი ძალიან უკმაყოფილოა. მოდი ბარემ ვაჩვენოთ ზელენსკის განცხადება, წავიკითხოთ რას ამბობს და მე უბრალოდ ჩვენ შევაფასოთ. უკრაინულად არის მოკლე მონაკვეთს გაჩვენებთ და მე შინაარსაც წავიკითხავ და გადავალ ჩვენეულ შეფასებებზე. Українці, українки, у житті кожної нації є момент, коли всім треба поговорити. Чесно, спокійно, без домислів, чуток, пліток, без усього зайвого. Так, як є, так, як я завжди намагаюсь говорити з вами. Зараз один з найважчих моментів нашої історії. Зараз тиск на Україну один з найважчих. Зараз Україна може опинитися перед дуже складним вибором. Або втрата гідності, або ризик втрати ключового партнера. Або складні 28 пунктів.
წავიკითხო მოკლე შინაარს. ახლა ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ურთულესი მომენტია. ახლა უკრაინაზე ზეწოლა ერთ-ერთი ყველაზე მძიმეა. ახლა უკრაინა შეიძლება ძალიან რთული არჩევნის წინაშე დადგეს, ან ღირსების დაკარგვა, ან საკვანძო პარტნიორის დაკარგვის რისკი. ან ურთულესი 28 პუნქტი, ან უკიდურესად მძიმე ზამთარი, უმძიმესი და შემდგომი რისკები. თავისუფლების, ღირსებისა და სამართლიანობის გარეშე ცხოვრება და რომ გჯეროდეს იმისა, ვინც უკვე ორჯერ დაგვესხა თავს. ჩვენგან კი პასუხს ელოდებიან. ხმამაღალ განცხადებს არ ვაკეთებთ, შვიდად ვიმუშავებთ ამერიკასთან და ყველა პარტნიორთან. იქნება გადაწყვეტილებების კონსტრუქციული ძიება ჩვენს მთავარ პარტნიორთან. არგუმენტებს მოვიყვან დარწმუნებას ვეცდები ალტერნატივებს შევთავაზებ, მაგრამ ნამდვილად არ მივცეთ ტერს იმის თქმის საბაბს, რომ უკრაინას არ სურს მშვიდობა, რომ ის შლის პროცესს და უკრაინა არ არის მზად დიპლომატიისთვის. ეს არის მონაკვეთი გრძელი გამოსვლა იყო. მე მგონი გასაგებია განწყობები, უმძიმესი არჩევანის წინაშე ვდგებით, 28 პუნქტი, უმძიმესი პუნქტი, რომელიც ღირსების დაკარგვას შეიძლება შეადარო, მაგრამ რომლის საპირწონე არის უმძიმესი ზამთარი და უმძიმესი ვითარება ფრონტზე და პარტნიორთან, თავარ პარტნიორთან დაძაბულობა. ეხლა რო შევაფასოთ თვითონ უკრაინისთვის ეს პუნქტები და ამ პუნქტების მნიშვნელობა მხარეებისთვის. ეხლა ცხადია, ეს არის უმძიმესი პუნქტები. იმაზე მძიმე ვიდრე წინა სავარაუდო შეთანხმებები გაჟღერა. ხო, იმიტომ რომ წინა სავარაუდო შეთანხმებები იყო, რომ დონბასი უნდა დაეთმოთ. დონეცკი უნდა დაეთმოთ, ნატოზე უარი. რაც უწელება, უფრო და უფრო მძიმდება. ამ შემთხვევაში დაემატა პუნქტი, რომ ჯარი უნდა შეასუსტო. ხო. და აღიარება ხდება. აღიარება. არა, დე ფაქტო აღიარებას მოხდება, დე ფაქტო აღიარება მოხდება იმ ტერიტორიების. და კი, მძიმე პუნქტებია და მძიმეა იქიდან გამომდინარე, რომ მათ შორის სინამდვილეში არანაირ გარანტიებს არ გულისხმობს უკრაინისთვის და მათ შორის შეიარაღების ნაწილში ცხადია, რომ შემცირებას, ჯარის შემცირება გულისხმობს ჯარის დასუსტებას, ხოლო ფინანსური დახმარების ნაწილშიც ბუნდოვანია საკითხი და ბოლომდე გაუგებარია, რამდენად ეფექტური იქნება ეს ფინანსური დახმარება. უბრალოდ პრობლემა არის შემდეგში. უკრაინა იდეაში ეხლა სხვა გზა არ აქვს და ყველაზე ოპტიმალური ვერსია თუ რამე შეიძლება გქონდეს ფრონტზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე, იმ ვითარებიდან გამომდინარე, რომ ამერიკა აშკარად ეხლა მიწოლის რეჟიმშია და უარის შემთხვევაში მიწოლა შეიძლება გამწყვეტდეს. ამერიკისგან დახმარების ზრდა არ არის მოსალოდნელი. ამ პირობებში ეხლა უკრაინისთვის სულის მოთქმის თვალსაზრისით, ან დროის გახანგრძლივების თვალსაზრისით, ამაზე ოპტიმალური ვერსია არ არსებობს. ფრონტზე ვითარება და ეგეც განვიხილოთ შემდეგ მოკლედ. ისეთია, რომ თუ გაგრძელდა ომი, დონეცკის დარჩენილ ნაწილს რუსები დაახლოებით 1 წელიწადში აიღებენ, ისიც აი რაღაცა უფრო შეიძლება უფრო ადრეც აიღონ, მაგრამ 1 წელიწადში სავარაუდოდ ნამდვილად დაიღებენ და შემდეგ იგივე მოთხოვნები შეიძლება დადგეს უკვე ზაპოროჟიეზე. ან ზაპოროჟიეზე უკვე მიმდგარები არიან და პარალელურად დონეცკის პარალელურად ზაპოროჟიეს ნაწილსაც აიღებენ, იმიტომ რომ იქაც ძალიან სწრაფად ვითარდება რუსებისთვის წინსვლა და უკვე სხვა მოთხოვნა იქნება უფრო მძიმე და სხვა ტერიტორიების დათმობის შემცველი. ამიტომ ეხლა უკრაინას თუ რამე აი ამ მომენტში რაიმე შანსი შეიძლება გქონდეს, მეტნაკლებად რაღაცა თავისთვის რაღაცა სუბუქად გადარჩენის ფორმულირებაში არის, რომ აი ეხლა ასე რაღაცა შეაჩეროს დროებით და მე იმედი გქონდეს, რომ მომავალში რაღაცა რუსეთს აღარ ეცლება მისთვის, რაღაც ხელისუფლება იქნება ისეთი, რომ ამას აღარ მოინდომებს მასთან და კონფრონტაციას, ან ამერიკაში იქნება ისეთი ხელისუფლება, რომ ბევრად დიდი მხარდაჭერა ექნება, თუმცა ამის შანსი არ არსებობს. ხო, ნუ მოდი ასე ვთქვათ, რაც პრინციპში ამაზე ჩვენ დიდი ხნის წინ საუბრობდით. აი რა ვიცი, ვინც ტრადიციულად გვადევნებს თვალს, ალბათ
მოტყუების საშუალებას არ მოგცემს, იმიტომ რომ ზუსტად რა პროცესებიც ახლა მიმდინარეობს, ამას წინასწარ ვამბობდით, რავი, წლების წინ. და ეს არ იყო რაღაც ჩვენი წინასწარ მეტყველება და რაღაც ხილვა, ეგ საკმაოდ ლოგიკური საკითხია. გეოპოლიტიკური და სხვა მოცემულობებიდან გამომდინარე. Ну, ორი ფაქტის წინაშეა ახლა უკრაინა. ერთი ფაქტი არსებობს ის, რომ ობიექტურად ძალიან დასუსტდა უკრაინა და მისი შესაძლებლობები პრაქტიკულად ამოწურულია და საჩანს ეს. უკანასკნელი თვეების განმავლობაში რუსეთის წინსვლა ფრონტის ხაზზე ძალიან დაჩქარდა. თუ ადრე მაგალითად ერთი წერტილი იყო ისეთი, სადაც აი რუსები აწვებოდნენ და უკრაინას უწევდა უკან დახევა, აი გვახსოვს, ხო? აი მაგალითად ბახმუტი იყო, ხო? ბახმუტამდე იყო სოლედარი, სოლედარამდე იყო აი ქალაქები სევეროდონეცკი, ლისიჩანსკი, ანუ ადრე უკრაინას მეტი შესაძლებლობები ჰქონდა და ნუ რუსეთს არ ჰქონდა იმდენად დაგროვილი ეს თავისი რესურსები, რომ ყველა მხრიდან, ყველა ფრონტის ყველა ხაზზე, ყველა თეატრზე რომ უკრაინისთვის სერიოზული ასე თქვა პრობლემები შეექმნა. ეხლა ჩვენ თვალს ვადევნებთ შემდეგ მოცემულობას. პრაქტიკულად ყველა რეგიონში, ფრონტის ყველა ხაზზე არსებობს კრიტიკული წერტილი, სადაც უკრაინელები იძულებულები არიან, რომ უკან დაიხიონ. ეს ხდება ზაპოროჟიეს ოლქში, ეს ხდება დონეცკის ოლქში, ეს ხდება ხარკოვის ოლქში, ანუ პრაქტიკულად რამოდენიმე ადგილას უტევენ რუსები უკვე და იმ ტერიტორიებს ვეღარ იცავს უკრაინა.